ნახავდით როგორ გარბიან რუსები ყირიმიდან და რა ამბავია მოსკოვში ბენზინს რო ვერ შეულობენ და ეხლა ვფიქრობდი ამ დილა ადრიან რომ ამ ყირიმიდან და რუსეთიდან გამოქცეული ეს ვერ გაზაპრავკებული რუსები და შეწუხებული კაი ცხოვრებას რომ მოწყვიტეს სად შეიძლება წავიდნენ თქო რუსეთს ესაზღვრება 14 ქვეყანა. აქედან უმრავლესობას მაგალითად ევროპულ ქვეყნებს, აი სკანდინავიას და იმათ სავიზო მიმოსვლა აქვს და ესე თავის ნებაზე ვერ გადატრაშუნდებიან იქ. ვის აქვს უვიზო მიმოსვლა? ბელარუს, რა ვიცი რა უნდათ ხა ბელარუსში არ მგონია დიდად გული მიუწევდეთ. ყაზახეთს თუ არ ვწდები და ყაზახეთში რა უნდათ? მონღოლეთს, ჩინეთს იქ რაღაცა ვერ შეთავსდებიან სავარაუდოდ აზერბაიჯანს ალიევს ახლა მეტი საქმე არ აქვს ეგენი მასობრივად შეყაროს და საქართველოს. ხოდა არ ვიცი მე რატომღაც მაფიქრებს რომ აი ეს ვერ გაზაპრავკებული რუსები არ გამოიქცენ მასობრივად საქართველოში როგორც უკვე ერთხელ ქნეს ომის დასაწყისში და ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც არ დახვდეს აქ კარალევსკი მიღებით. სავარაუდოდ ბათუმში და ადჯარაში ენდომებად ამათ წასვლა ძალიან უყვართ იქაურობა კარგად ერთობია ხოლმე მაგრამ მანდ ერთი პრობლემაა ის კი არა რომ ვინმე არ ჩაუშვებს ის კი არა რომ კარგად ვერ მოეწყობიან ის კი არა რომ სხვა რუსები ვერ დახვდებიან რომლებიც უკვე არიან უბრალოდ ადგილი აღარ არის ეს დედანატირები ნახეთ რა ხდება აი ეს ხდება ბათუმში ქართველები არიან უმცირესობაში აი ეს კონცერტები ის ჩამოყავთ ტატუ თუ რა ქვია საშლასულმა და ჯანდაბა. აი ხდება ბათუმში. დღეს დილით ვიდეო დავდე ჩვენი ქვეყნის მტერს ლანძღავ და ვაგინებ. და კომენტარებში ბიჭო შემოსულენ ეს ვირთხები რა. ამდენი ვირთხა არის საქართველოში, რამდენი ეს ამდენი ვირთხა სასიკვდილში იყო რა. ეს პუტინის ვირთხები სად ეყარენ ბიჭო? ჩვენ მტერს ვაგინებ ხალხო მტერს ვაგინებ ვინც აგვაწიოკა რა ვიცი წაგვართვა მიწების წაგვართვა რა ყველაფერი გაგვიკეთა რა შეიძლება გესმის გაგვათითო კაცა ჩვენ მტერს ვაგინებ და თქვენ ბიჭო მემაგინეთ და მემლანძღავთ ბიჭო თქვენ და თქვენ ქართველები ხართ ქართველები ქვიათ თქვენ მტერს ვაგინებთ და თქვენ მემაგინებთ აი რისი გულისთვის ლანძღავთ და რისი გულისთვის მაგინებთ მე მტერს ვაგინებ მაგიტომ და თქვენ ახათ ბიჭო ქართველები მიმიფურთხებია ბიჭო თქვენნაირი ყველა თქვენნაირი ქართველისთვის მე თქვენ რო შეგაგინოთ არ ღირხართ შეგინების ღირსებიც არ ახართ თქვენ რო შეგაგინოთ გესმის ისეთი არარაობები ხართ რომ აი რო გაგინოთ კაცმა მაგის ღირსიც არ ახართ გესმის არ ახართ მაგის ღირსიც რა იმიტომ რომ აი ისეთი აი არაფერი არ ახართ თქვენ აბსოლუტურად არაფერი აი რა ვიცი მე რა ვიცი საიდან რომელი იმებიდან რა ქვია კანალიზაციის მილებიდან ამომძვრალი ვირთხკრისები ხართ კრისები რუსულად უნდა გელაპარაკოთ თქვენ რუსულად მე არ ვიცი რუსული მაგრამ ეს ვიცი აი ესეთი თქვენი სახელები ვიცი კრისები ხართ თქვენ აი მეტი რა ვიცი მეც ვერაფერს ვერ გეტყვით მე მტერს ვაგინებ და თქვენ მემლანძღავთ და მემაგინებთ და თქვენ გონიათ იქ ეხა დაგიწყებთ ეხა იქ გამოკიდებას და გადაკიდებას და დამირეკე ბიჭო და ბიჭო ვიღაცა ხარ რამდენი იმიდან რა ქვია კანალიზაციიდან რამდენი ვირთხა ამოძვრება ეხლა მაგებს დაუწყებ ეხა დარეკვას და აი იმასაც რო უწერ ეხა ხო ამასაც რო უწერ კიდე რო იცნოთ თქვენი თავი მაგიტომ წერ თუ არა ამასაც არ ჩავწერდი ეხლა მაგარი ფეხებზე მკიდი ხარ თქვენ რა თქვენნაირი კრისები რა დაახვიეთ აქედან რა